ადრე ადამიანების განსჯა ჩემი დღის წესრიგის განუყრელი ნაწილი იყო და რაღაც ეტაპზე გადავწყვიტე, რომ ეს პრობლემა აღმომეფხვრა. ამ ვიდეოში მოგიყვებით თუ რა ზეგავლენა იქონია ამ გადაწყვეტილებამ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. როდესაც მედიტაციის დახმარებით განმევითარდა მეტაკოგნიტური უნარები, ანუ უნარი იმისა, რომ საკუთარ ფიქრებს დავკვირვებოდი, დავიწყე ჩაძიება თუ რატომ სჯიდი სხვა ადამიანებს. როდესაც ესეთი ფიქრები მომდიოდა, ვუღრმავდებოდი და ცხადი არ გაგიკვირდებათ, რომ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველა ის საკითხი, რაშიც ხვებს განსჯიდი, რეალურად მიუთითებდა ისევ და ისევ ჩემს ნაკლოვანებებზე. შემდეგ უკვე ამ ყველაფერთან დაკავშირებით დავიწყე ინფორმაციის მოძიება და გავიგე, რომ განსჯა არის ეგოს დამცველობითი ფუნქცია. ანუ იმისთვის, რომ ეგომ, ანუ ჩვენმა პიროვნებამ სრულფასოვნად იფუნქციონიროს, სჭირდება, რომ რაღაცეებზე თვალები დახუჭოს საკუთარ ნაკლოვანებებზე, იმიტომ რომ ამ ყველაფერთან თვალებში ჩახედვა არის ძალიან არაკომფორტული და ზოგის შემთხვევაში შეუძლებელიც კი რაღაც მომენტში. ამიტომ გვჭირდება ეს მექანიზმი, რომ საკუთარი თავი დავიცვათ და ფუნქციონირება გავაგრძელოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არ არის გამონაკლისი და როგორც ყველა სხვა ტვინის მექანიზმი, რომელიც ცდილობს რომ დაგვიცვას, რაღაც მომენტში ესეც გვაზიანებს. როდესაც საკუთარი ფიქრების მონიტორინგი დავიწყე და სხვების განსჯა შევამცირე, ესეთი ძალიან მოულოდნელი შედეგი მივიღე, რომ სხვა ადამიანებისადმი შური დამიდაბლდა ან საერთოდ გამიქრა. და ამისთვის მაქვს ერთი ახსნა, თუ რატომ მოხდა ასე. როდესაც სხვებს განვსჯით, ჩვენს ტვინში იქნება რაღაცნაირი იერარქია, იმასთან დაკავშირებით თუ ვინ ვართ ჩვენ და ვინ არიან სხვები. ძირითადად ასეთი ტიპის იერარქია იქნება, რომ მე ამ ადამიანზე უკეთესი ვარ ამ საკითხში. და როცა აქტიურად ვანელებთ განსჯას, ეს იერარქიული ლინზა, რომლითაც ვუყურებთ სამყაროს, რაღაცნაირად ნელდება და საბოლოო ჯამში ირღვევა. და ადამიანებს და მოვლენებს აღარ უყურებთ ისე, რომ ეს ამაზე უკეთესია, ეს ამაზე უარესია, უბრალოდ უყურებთ როგორც ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას ცხოვრობენ. ვიაზრებთ იმას, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაც და გამოცდილებაც არის ძალიან კომპლექსური და მოიცავს ძალიან ბევრ ცვლადს. და როდესაც ჩვენ მათ ვადარებთ ერთმანეთს, განსაკუთრებით ერთი ძალიან ვიწრო კუთხით, ძალიან დამახინჯებული წარმოდგენა გვექნება რეალობაზე. ამიტომ მე ძალიან დიდ რეკომენდაციას გავუწევდი ამ პრაქტიკას, არა იმიტომ, რომ უფრო კეთილები ვიყოთ, ან უფრო სპირიტუალურად განვითარდეთ, არამედ იმიტომ, რომ რეალობა დავინახოთ ისედაც, როგორიც არის, ყოველგვარი ზედმეტი იარლიყების მიწებების გარეშე.